მევიდა დღეს იოანეს სახარებიდან ქრისტეს ერთ-ერთი საუბარი განვიხილოთ. ქრისტეს საუბარი ერთ ქალთან, რომელიც არ არის ებრაელი, რომელიც არ არის იუდეველი, თვითონ და უფრო მეტად საინტერესო და უცნაურიც არის ის, რომ ქრისტე ხომ რაბი იყო, ასე თქვა, ხო? მას რაბი ესე მართავდა, როგორც მოძღვარო ისე მართავდა, ხო? და იუდეველები როგორც ჩვენთან არის, ხელდასხმით აკურთხებდნენ ხოლმე მოძღვრებს, ხო? ჩვენ თავდებს როგორ აკურთხებენ? ხელს დაადებს, ხოდამთავარი და აკურთხებს, მაგრამ ქრისტეს ხელდასხმა მათგან არ ქონია, საინტერესო ეს არის, მაგრამ მათი მღვდლები აღიარებდნენ, რომ შენ ღმერთისგან ხარ მოსული. საინტერესო ეს იყო ქრისტესთან. და ეს რაბი ესაუბრება, რომ ქრისტე ღვთაებრივი მოძღვარი ესაუბრება სამარიელ ქალს. მე მინდა რომ ეს მონაკვეთი წავიკითხოთ ჩვენ სახარებიდან, ეს არის იოანეს სახარების მეოთხე თავიდან ძალიან საინტერესო უცნობილესი ადგილია ეს, რადგან ძალიან ბევრ რამეს მოიცავს. და მოხდა ეს ასე. ახლა ჩვენ გვესმოდეს ერთი რამ. ქრისტეს ერთ-ერთი სახელი, თავარი სახელი სახარებაში, იოანეს სახარებაში ყოველ შემთხვევაში რა არის? სიტყვა ღვთისა, ხო? ქრისტეს ქვია სიტყვა ღვთისა. თვითონ ღმერთს, ძე ღმერთს ქვია სიტყვა ღვთისა. ანუ სიტყვა, რომელიც გამოთქვა ღმერთს. ხომ ასე? ამ სიტყვას თუ არ მოусმინა კაცმა, ხო ვერ შეიცნობს მას. ხომ ასე? ხომ მეტარხვევით თამაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიტყვის მოსმენა და გააზრება. ისმით? აი ჩვენ ხო ხშირად გვითხავს ხოლმე რომ აი მადლი რა არის? ძალა ღმერთის, რა გვაძლევს ჩვენ ძალას? ღმერთი როგორ გვაძლევს ძალას, მადლს, როგორ გვაძლევს აი იმ სასიცოცხლო ენერგიას ღმერთი, როგორ? რის მეშვეობით? როგორ გონიათ? როგორ? რაიმე ელექტრომუხტია თუ რა არის ეს? აი როგორ მოდის ჩვენში ძალა, ღვთის ძალა, როგორ გადმოდის ჩვენში? როგორ? რწმენით, მაგრამ რის მეშვეობით? სიტყვის მეშვეობით ზუსტად. ზუსტად სიტყვის მეშვეობით, რომ მოусმინე მე, ვიფიქრე ამაზე, გავიაზრე, ჩემი გავითავისე სიტყვა, აი იმ დროს შემოდის ის ძალა ჩემში, ღვთაებრივი ძალა, გესმით? ჩვენს ხანდახან მორწმუნეებს ეს არ ესმით და მათ გონიათ, რომ ეკლესიაში შევიდა და თქოს წამოვიდა ციდა რაღაცა ძალა, დაგვექვია თოვლივით და გამოვედით და არ არის ასე. აი სიტყვა რო შემოდის, ქრისტეს თქვათ, ის სიტყვა, ხო? სიტყვა როცა შემოდის ჩვენში და ვიაზრებთ ამ სიტყვას, ეს სიტყვა გვცვლის. აგერ მაგალითად ექიმი როა კაცი. როგორ გახდა ის კაცი ექიმი? მაგალითად, როგორ გახდა? ის სიტყვა, სამედიცინო სიტყვა რომ წაიკითხა, გაიაზრა, შეიმეცნა, მას მისცა ამან ძალა, რომ გახმობილიყო ექიმი, ხომ ასეა? ყველაფერი ხომ ასეა ჩვენს ცხოვრებაში. აი სარწმუნოება ზუსტად ასევე არის. ესმით, ამიტომ რატო ვილაპარაკე ეს, რომ სიტყვის მოსმენის და გააზრების გარეშე არ არსებობს რწმენა და არ არსებობს ცხონება და გადარჩენა, ესმით? ამიტომ უნდა მოусმინოთ ამ სიტყვას, რას ამობს ეს ქრისტე რაზე ელაპარაკება ამ ქალს და მოხდა ასე. მიატოვა იუდეა ქრისტემ, ეს არის იოანეს მეოთხე თავი, მიატოვა იუდეა, ანუ სამხრეთ ისრაელი და გალილეაში მიწავიდა. გალილეა არის ჩრდილოეთ ისრაელი, ხო? და ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელს შორის დღესაც ასეა. მდებარეობდა სამარია. სამარია იყო მხარე, რომელიც ცენტრალურ ისრაელში მდებარეობდა, გესმით? შომრონას ეძახდნენ ებრაელები. დღესაც არის ეს ადგილი იქ, მაგრამ ეს სამარიელები ძალიან ცოტა არიან დარჩენილი. სულ რამოდენიმე ასეულიღაა 800-900 კაცია დღეს ეს სამარიელები, მაგრამ იმ დროს ბევრი იყვნენ. და ვინ იყვნენ ეს სამარიელები? ახლა ძალიან საინტერესოა, იმიტომ ამ საუბრისთვის ამის ცოდნა, რომ ქრისტემდე მერვე საუკუნის ბოლოს, ქრისტემდე 7 საუკუნით ადრე ისრაელს დაატყდა დიდი კატასტროფა. ასურეთის იმპერიამ დაიპყრო ისრაელი, აყარა ებრაელები ამ ცენტრალური ისრაელიდან და გადაასახლა სადღაც. არ იცის სად გადაასახლა ეს ხალხი. გესმით? 10 ტომი ცხოვრობდა ჩრდილოეთში და 2 ტომი ცხოვრობდა სამხრეთში. ებრაელები 12 ტომი იყო, 12 ძმისგან. და ეს 10 ტომი აყარა ასურეთის მეფე, ასურეთის იმპერია იყო უძლიერესი იმპერია მსოფლიოში და გადაასახლა. და იქ ჩამოასახლა ვიღაც უცხო ტომელი ხალხი. ვინ იყვნენ ეს არც არავინ არ იცის ზუსტად.
ეს ხალხი დასახლდა იქ გადასახლებული ებრაელების ადგილას და იქ რა თქმა უნდა ნაწილი ხომ დაინდარჩა მოსახლეობა ებრაელების ხო? დაბალი გლეხები, უბრალო ხალხი, ეს ელიტა, ძირითადად ელიტა გადაასახლა ასურეთის იმპერიამ. და მათ შეერივნენ ეს წარმართი ხალხი და შერეული მოსახლეობა წარმოიშვა. გესმით? ეს სამარიელები იყვნენ ნახევრად იუდაური სისხლი ჰქონდათ, ნახევრად რაღაც წარმართული ალბათ სხვა ბაბილონელები იყვნენ, სხვები ვიღაცები, ასურელები ან ვიღაცები. გესმით? და მათ მოსეს რჯულიც ნაწილი მიიღეს, ანუ მოსეს ხუთი წიგნი წინასწარმეტყველები და სხვა წიგნები არ მიიღეს და ეს სამარიელები იყვნენ რაღაც ასეთი ხალხი, შერეული ხალხი. გესმით? და ებრაელები მათ პატივს არ სცემდნენ, ხმას არ სცემდნენ, არ ელაპარაკებოდნენ, იმიტომ რომ მიაჩნდათ რომ ისინი ამახინჯებენ მათ სარწმუნოებას. გესმით? თუმცა ამათ სწამდათ მოსეს ხუთწიგნური თორას სწამდათ და ამიტომაც სამარიელებმა იცოდნენ რომ ქრისტე უნდა მოვიდეს. მაგრამ მოსეს ხუთ წიგნში თორაში თორა რა არის? მოსეს პირველი ხუთი წიგნი. იქ წერია უკვე მოსეს ხუთ წიგნეულში რომ ქრისტე ან მესია უნდა მოვიდეს. და ქრისტე მიდის სამხრეთ ისრაელიდან ჩრდილოეთ ისრაელში და სამარიაზე უნდა გაიაროს ქრისტემ. გესმით? და ჩვეულებრივ როცა ებრაელები მიდიოდნენ სამხრეთიდან ჩრდილოეთით, სამარიაზე არ გადიოდნენ ხომ, იმიტომ რომ საშიში იყო იქ გავა. იმიტომ რომ ერთმანეთს შეიძლება მათ მოეკლათ, ან ქვები ესროლათ, ან ჩაეკოლათ, იმიტომ რომ ტრობდნენ ერთმანეთს. და ესე უვლიდნენ ხოლმე გარშემო საზღვარს შემოუვლიდნენ და მერე გადავიდნენ ხოლმე გალილეაში. მაგრამ ქრისტე აკეთებს საწინააღმდეგოდ. ქრისტე პირდაპირ სამარიაზე მიდის. წესით ღამე მიდიოდნენ ხოლმე, იმიტომ რომ ღამე გრილოდა უფრო და დილას გამთენიისას, დილის დროა ქრისტემ მიაღწია ამ სამარიას და ახეთ მივიდა სამარიის ქალაქში, რომელსაც ქვია სიქარი. დღესაც არის ეს ქალაქი შემორჩენილი. იმ მინდვრის მახლობლად იაკობმა უბოძა თავის ძეს იოსებს და იქ იყო წყარო იაკობისა და გზისგან დააღლილი იესო ჩამოჯდა წყაროსთან, იქნებოდა ასე 6 საათი. არის დილის 6 საათია იოანე ჩვენაერ დროს საათს იყენებს იოანე თავის სახარებაში. დილის 6 საათს მიაღწია გარიჟაშია, მიაღწია ამ იაკობის ჭას. ამ სიქართან იყო იაკობის ჭა. და ჩამოჯდა ქრისტე დაღლილი და მისი მოწაფეები ქალაქში წავიდნენ, რომ რაიმე საზრდო იყიდონ, რომ ისაუზმონ, რომ დაღლილები არიან გზისგან და ქრისტემ ესენი გაუშვა და თვითონ მარტო ზის ამ ჭასთან. რატომ? იმიტომ რომ როგორც ღმერთმა მან იცის, რომ ამ ჭასთან ვიღაც უნდა მოვიდეს. ვისაც ძალიან სჭირდება ქრისტესთან საუბარი. ვისაც ძალიან სჭირდება ღმერთის დახმარება. გესმით? აი ეს ჩვენ გვაძლევს იმის რწმენას, რომ აი როცა ძალიან გიჭირს და ეძებ ღმერთს, მთელ ნამდვილად ეძებ. აუცილებლად მოვა შენთან ღმერთი და გაგაგებინებს რა კითხვაც გაქვს, იმაზე გაგცემს პასუხს. გესმით? აი ეს ამბავი იოანემ რატო ამოარჩია და რატომ ჩაწერა სახარებაში, რომ ეს გვასწავლით ჩვენ რაღაცას, ხო? ეხლა როგორ გონიათ იოანემ ეს ამბავი, თვითონ ხო იოანე იქ არ იყო ამ საუბრის დროს. აბა საიდან იცის იოანემ რა ისაუბრა ქრისტემ ხალხთან, როგორ გონიათ? ალბათ შემდეგ იოანე წავიდა იმ სამარიაში, მოძებნა ის ქალი იოანე მოციქულმა და დამოკითხა რა ესაუბრა უხალს. გესმით? შემდეგ სულიწმიდის ძალით მან ეს ყველაფერი ისეთ ფორმაში მოაღწია, რომ ჩაწერა სახარებაში. ეს არის დოკუმენტი იმისა, რაზე ელაპარაკა ქრისტემ იმ ქალს და ძალიან საინტერესოა ამიტომაც. მოვიდა სამარიელი ქალი წყლის აბსაღებად და უთხრა მას იესომ, დამალევინე წყალი. ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქში წასულიყვნენ საჭმლის საღებად. და უთხრა მას სამარიელმა ქალმა, როგორ შენ იუდეველი წყალს მთხოვ მე სამარიელ ქალს, რადგან იუდეველები ხმას არ სცემენ სამარიელებს. და ქალი გაკვირვებული ეკითხება, რომ შენ იუდეველი მე სამარიელ ქალს წყალს მთხოვ, რადგან ქრისტეს შესაბოსელი ისეთი აცვია, რომ იცის რომ იუდეველია ეს. თან რაბინია, რაბინებს
განსაკუთრებული შესამოსელი ეწოდეს, ახსოვს ფუნჯები რო კიდია ხოლმე მოსასხამზე თუ გარაღა ებრაელებს რო აცვიათ. აი ზუსტად ეს შესამოსელი აცვია ქრისტეს და წყაროსთან ზის და ქალს თხოვს რომ დამალევინი წყალი და გაკვეთებულია ეს ქალი. როგორ მელაპარაკება იუდეველი კაცი, მან ჯერ არ იცის ვინ არის ქრისტე. მიუგო იესომ და უთხრა მას, შენ რომ იცოდე ღვთის საბოძვარი, ან ვინ არის ის, ვინც გეუბნება წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი და მოგცემდა შენ ცოცხალ წყალს. გესმით რა უთხრა ქრისტემ? შენ რომ იცოდე ვინ არის ის, ვინც შენ ამას გეუბნება, შენ თვითონ სთხოვდი მას წყალს და მე მოგცემდი შენ წყალს. ნიჭი ღვთისა შენ რომ იცოდე, ანუ მე რისი მოცემა შემიძლია შენთვის შენ რომ იცოდე, პირიქით მთხოვდი შენ წყალს. უთხრა მას ქალმა, ბატონო, ამოსაღებიც არაფერი გაქვს. ხოლო ეს ჭაღრმა, საიდან გაქვს შენ ცოცხალი წყალი? შენ მოგცემდი ცოცხალ წყალსო. ებრაულში არის ეს ძალიან ცნობილი გამოთქვა მაიმ ხაიმ, ხაიმ არის წყალი, ხო? მაიმ ხაიმ ნიშნავს ცოცხალ ანკარა წყალი. აი წყალი, რომელიც მოდის ჩქეფარე წყაროდან. და ეს ჭის წყალი ხო სხვა არის, ვიდრე წყაროს წყალი. და ქრისტე ეუბნება, რომ მე ანკარა ჩქეფარე წყალს მოგცემდი. ამ ქალს უყვირს, კაცო, შენ იმის ჭურჭელიც კი არ არის, რომ ჩაუშვა თოკით და წყალი ამოიღო და არა უშავს, არ მიშის. და წყაროს წყალი საიდან გაქვს შენ? ცოცხალი წყალი ამას ნიშნავს. ნუ თუ შენ მამა ჩვენ იაკობზე უმეტესი ხარ, რომელმაც მოგცა ეს ჭა და თვითონაც აქედან სვამდა და მისი სახლეულიც და მისი საქონელიც. შენ რა იაკობზე დიდი ხარ? იაკობის ჭა იყო, მამამთავარი იყო, იაკობი იყო აბრაამის შვილი. აბრაამი ვინ არის? ეს ბიბლიის გასაგებად ეს უნდა ვიცოდეთ, ვინ იყო აბრაამი? აბრაამი იყო ისრაელის დასაწყისი. გესმით? ისრაელი და ქვეყანა ისრაელი დაიწყო აბრაამიდან. აბრაამი იყო კაცი, რომელიც ცხოვრობდა აი სადღაც ერაყის ტერიტორიაზე და პირველად ღმერთმა მას მოუწოდა, რომ წამოდი მაქედან ისრაელის მიწისკენ და შენგან გავამრავლებ ჩემ ხალხს. გესმით? ანუ ისრაელის დასაწყისი არის აბრაამი. აბრაამს ყავდა შვილი ისააკი და ისააკს ყავდა შვილი იაკობი. აი ეს იაკობი, შვილი აბრაამის, მისი ჭა იყო ეს. ასე რკვა იაკობის ჭა და ესე ეს ქალი ეუბნება რა, შენ იაკობზე დიდი ხარ? წესით რა უნდა ეთქვა ქრისტეს? კი, მე დიდი ვარ იაკობზე. იაკობზე დიდი ვარ, მე და მე შემიძლია მოგცე იმ წყალზე მეტი, რაც ამ იაკობის ჭაში არის. გესმით? წყალი რისი სიმბოლოა წმინდა წერილში? სიცოცხლის, კიდევ მადლის. აი ღმერთ, აი ღვთის მადლის სიმბოლოა წყალი. როგორც ადამიანს წყლის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, ხომასია? არც ადამიანს და არც არავის სხვა ცოცხალ არსებას წყლის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება. სადაც წყალი არ არის, არის სიკვდილი, ხო? იქ არის სიკვდილი. ასევე ღვთის მადლი სადაც არ არის, იქ არ არის მარადიული სიცოცხლე. იქ არ არის ცხონება, ხომასია? ამიტომაც ანკარა წყალი არის სიმბოლო ღვთის მადლის, აი რაც გაცოცხლებს, რაც გაგაცოცხლებს, აი. ამიტომ ქრისტე ეუბნება, რომ კი მე იაკობზე დიდი ვარ. და მე შემიძლია სულ სხვა წყალი მოგცე, ვიდრე შენ სვავ და მოდი ხა ისევ წურდება ისევ ამ წყლიდან. მიუგო იესომ და უთხრა მას, ყველა ვინც ამ წყლისგან დალევს, კვლავ მოსწურდება. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწურდება უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, საუკუნო სიცოცხლისაკენ მიმდინარე წყაროდ იქცევა თავად მასში. აღარ ქრისტე ასე უგნება? წყალს, მატერიალურ წყალს ვინც სვავს, ხომ კვლავ წურდება. ხომ ესე? ანუ ვერ გაკმაყოფილებს. ეს წყალი მოიცავს კიდევ ყველაფერს, გესმით? აი, მაგალითად ყველაფერს, ჩასაცმელს, დასახურს, საჭმელს, ქონებას, მატერიალურს ყველაფერს. აი, შეგვიძლია ჩვენ ვინმე ვთქვათ, რომ რამე დაგვაკმაყოფილა? არაფერი ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, ხომ ასე? აი ახლა მაგალითად ყველაზე სასურველი ტანსაცმელი რაც გინდა იყიდე, ერთ კვირაში ისევ გინდა, ხომ ასე? ხომ ასე? მოგბეზდა, აღარ გინდა, მიხდი რომ მოგბეზდა. იყიდე ბოლო მოდელის ტელეფონი მაგალითად. ერთ წელიწადში მოგბეზდა. არაფერი არ გაკმაყოფილებს, ხო? ადამიანი მატერიალურით ვერ კმაყოფილდება, გესმით?
დალია საუკეთესო წყალი მაგალითად. ერთ საათში ისე წყურია. გესმით? აი ეს ქრისტე რაღაცა ეუბნება რომ ამ წყლისგან ვინც სვამს, მას კვლავ წყურდება. ხო, ამას ნიშნავს რომ არაფერს არ შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანი გარდა ერთისა, ღმერთის შემეცნების. გესმით? ღმერთი ვინ შეიმეცნა, მან დაიკმაყოფილა ის შინაგანი წყურვილი. აი მაგალითად ხანდახან ხო გითხავს ხოლმე ჩვენ რაღაც მინდა და არ ვიცი რა მინდა. ხო გითხავთ ხოლმე. აი რა არის ის რაღაც გინდა და არ იცი რა. აი ზუსტად ღმერთის წყურვილია ის. როგორც კი შენ ღმერთის წყურვილის აი მწყაროს იპოვი, სად არის ის დაკმაყოფილება, შენ იპოვე ის რაც გინდოდა. გესმით? და ყველა სხვა დანარჩენი უკვე აზრს კარგავს, გესმით? აი კაცმა და ქალმა რომელმაც იპოვა ღმერთი, პრინციპში რა აცვია ფეხზე იმას, არა ძალდეთ არ ადარებს. ხომ ასეა? ხო? აი ამაზე აქ ლაპარაკი. რომ მე ვისა რასაც მოვი, იმ ნიჭს, აი სულიერ წყალს, რომელსაც მე ვიცევ ადამიანს, ისე დააკმაყოფილებს მას, რომ თვითონ მისგან დაიწყებს უკვე სიცოცხლის წყარო დენას, ხო? აი ამას ეუბნება მას ქრისტე. და უთხრა მას ქალმა, ბატონო, მომეციე წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და არასოდეს აღარ მოვიდე აქ ტყვის ასავსება. ებრაელები და იმ დროინდელი სამყაროში როგორ ყვიცით, განა მონკანს მოუშვებდნენ წყალი მოდიოდა, ასე არ იყო. ეს სიქარი დაახლოებით რამდენიმე კილომეტრი დაშორებული იყო ამ წყაროსგან. დღესაც ეს წყარო შემორჩენილია. ისრაელში დღეს არის იაკობის წყარო. დილას დგება ეს ქალი, წარმოიდგინეთ, საათი მაინც უნდა რომ მოვიდეს წყაროსთან დოქით, აიღოს წავი. ყოველ დღე, ხო, ადვილი საქმე ხომ არ არის. და ნახეთ რა ხდება, ეს ქალი დილადრიან მოდის დილის 6 საათზე. რატომ? იმიტომ რომ ებრაელები და სამარიელებიც ქალები ერთად მიდიოდნენ ხოლმე. წყალი როგორც იციან ქალებმა. რადგან გზაში საუბრობდნენ, ერთობიან, თქვათ, რაღაცა შეკერების ადგილია. ეს ქალი მარტო მოდის და თან მოდის გარიჟრაჟს. რატომ? რაღაც პრობლემა აქვს ისეთი ამ ქალს, რომ არ უნდა არავისთან შეხვედრა, არ უნდა არავისთან საუბარი, რაღაცა პრობლემა აქვს და დილას ადგა ეს ქალი გამრიჟრაჟზე და მოვიდა და ამიტომაც ეუბნება მომეციე მაშინ ეგ წყალი, რომ აღარასოდეს აქ აღარ მოვიდა. რაღაცა სულიერი წყურვილი აქვს ამ ქალს, გესმით? და უთხრა იესო, ნახეთ, ეს ქალი ისევ მატერიალურ წყალზე ელაპარაკებს. ეს ქალი თქვენ პირდაპირ მიხვდა რაზე იყო ლაპარაკი? ისევ წყალზე ფიქრობს ეს ქალი და აბა მაშვენე მომეციე წყალი. ეს ქალი ქრისტე უკვე მიდის მისი პრობლემისკენ, რომ აჩვენოს მას რა არის მისი პრობლემა. და უთხრა მას იესო, წადი, დაუძახე შენ ქმარს და მოდი აქ. ქმარი მოიყვანე შენი უნება უფალი. უთხრა მას ქალმა, არა მყავს ქმარი. უთხრა მას იესო, სწორად თქვი, რომ ქმარი არ ყავს. ვინაიდან 5 ქმარი ყავდა და ვინც ახლა ყავს, არ არის შენი ქმარი, ეს მართალის თქვის. ქრისტე მისი ცხოვრების ამბავს ეუბნება. 5 ქმარი ყავდა ქალს და ახლა მე ამ ასე ვთქვათ, ქორწინებას თავი დაანება, ასე ვთქვათ, მიხვდა რომ არ გამოსდის და მეექვსე ცხოვრობს ვიღაც კაცთან ერთად, რომელიც არ არის მისი ქმარი. მაგრამ ყოჩაღი არ არის, იმიტომ რომ თან წყურვილი აქვს, იტანჯება როგორც ჩანს. ახლა წარმოიდგინეთ, აი ქალის მდგომარეობა ხო გესმით თქვენ, ხო? აი 5 ჯერ სადა ბედნიერება იყო. არც ერთხელ არ გამოვიდა. მე იფიქრე რომ ვერა, ამ ქორწინებაში ვერ პოულობ ჩემს ბედნიერებას და ცხოვრობს ვიღაც კაცთან ერთად, რომელიც ალბათ არც რა ურთიერთობა ქმარი არ არის როგორც ჩანს მისი, მაგრამ თქოს ხელი ჩაიქნია მას, გესმით? ეს ხო გვიჩვენებს ჩვენ იმას, რომ შიმშილი აქვს შინაგანი შიმშილი აქვს, ბედნიერებას ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს და ქრისტე ზუსტად ამაზე ეუბნება. დაუძახე შენს ქმარს. ქალი ამას არ ამყავს მე ქმარი. არ გამოვიდა. მე ვერ ვიპოვა ქმარი. ამას ამბობს, გესმით? და ქალისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მნიშვნელოვანია მოვლენა ცხოვრებაში და ამბობს, რომ არ გამოვიდა, მე არ ამყავს ქმარი. ქრისტიანობა სწორია, ესე იყო.
და ახლაც არ ყავს ისიც არ არის შენი ქმარი. ხანდახან ამბობენ ხოლმე რომ ამ ქალის ბრალია რომ 5 ქმარი ყავდა. ზოგი ერთხელ საუბარი გქონდა ერთმა ჩემმა ბრელმა გოგონამ ქალმა მითხრა რომ ამო ასე რატო ამობთო იქნება იმ ქმრების ბრალი იყო რომ ამ ქალს გაშორდნენ. სწორად შენიშნა მომცა ძალიან ამ ჩემმა ბრელმა გოგომ რომ მართალია შეიძლება იმ ქმრების ბრალი იყო რომ მიატოვეს ეს ქალი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ქალი არის ცუდ მდგომარეობაში რა. თუნდაც 5 კაცმა მიატოვა რა მდგომარეობაშია წარმოიდგინეთ რომ არავის არ უნდა ის. არავისთვის სასურველი არ იყო თურმე. ფაქტიურად პრობლემა არის. ფაქტიურად პრობლემაა და ბედნიერება ვერ იპოვა და ქრისტე აი მაგაზე მიუთითებს გესმის რომ მე ვიცი შენი წყური. ქალისთვის ბედნიერება ქმარში იყო? არა, შეიძლება მას ეგონა ამ ქალს რომ ქმარში იყო ბედნიერება. გესმით? მე მესმით, აი წეგარას თქვი, რაღაც მინდა, მაგრამ არ ვიცი რა მინდა, ხო ამბობ ჩვენ. შეიძლება მას ეგონა რომ ქმარშია ბედნიერება. აქ ძიებაშია. რა თქმა უნდა ქმარში შეიძლება არ იყოს ბედნიერება, არც არის ბედნიერება. ბედნიერება ღმერთშია მართლა, მაგრამ შეიძლება მას ეგონა. აი ამ ძიებაში და 5 ჯერ სცადა და მაინც ვერ დაკმაყოფილდა, ხო? აი ამ ბედნიერება. და უთხრა მას ქალმა, უფალო, ხედავ რომ წინასწარმეტყველი ხარ. ეს რო გაიგო ამ ქალმა, რომ მან იცის მისი ცხოვრების შესახებ, უნება ხედავ რომ წინასწარმეტყველი ხარ შენ, რომ ეს იცი. თან არ იცნობს მას, ხო არაძარ შეხვედრია. მაშინ ეს მითხარი ეს ქალი ეუბნება. მაშინ მითხარი თუ წინასწარმეტყველი ხარ. ჩვენი მამები აი ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს. თქვენ კი ამბობთ რომ იერუსალიმში არის ადგილი, სადაც ქმართებს ღმერთის თაყვანის სცემა. და მითხარი, სად არის მოსწორი? ნახეთ, სამარიელებს ქონდათ გარიზიმის მთა, ასე ერქვა მთას, გარიზიმის მთა, სადაც როცა ისრაელი შევიდა, ისრაელი ეგვიპტიდან რომ გამოვიდა მონობიდან, როცა შევიდა ამ მიწაზე, აი მთაზე დაბანაკდნენ, იყვნენ და გარიზიმის მთიდან თქვა მოსე როცა ხალი იყო, ეს იყო 1600 წლით ადრე ქრისტეს მოსვლამდე. აი ამ გარიზიმის მთაზე თქვა კურთხევა რომ თუ შეასრულებთ ამას კურთხეული იქნებით და ამინ თელიერი ამბობდა ეს აღწერილია ბიბლიაში და აი ამ გარიზმის მთაზე სამარიელებმა ააშენეს ტაძარი და იქ სცემდნენ ღმერთს თაყვანს და თქვენო იუდეველები ამბობთ რომ იერუსალიმშია თაყვანის სცემაო და ეს ხალხი ეუბნება სად არის ადგილი თაყვანის სცემის სად ვიპოვო ღმერთი გესმით ამ ქალს როგორ ჩანს ეს ქალი როგორ ჩანს მორწმუნეა გესმით ურწმუნო ქალი კი არ არის მაგრამ შემდეგ კითხვას ნახეთ რას უსვამს სად ვიპოვო ღმერთი თუ შენ წინასწარმეტყველი ხარ მითხარი აქ ჩვენი სადაც ჩვენი სამარიელი ხალხის სცემს თაყვანს სულ იერუსალიმში და ქრისტეს სცემს პასუხს რომელიც თემ სოფლიოშია ცნობილი ნახეთ უთხრა მას იესომ მერწმუნე ქალო რომ მოვა დრო რომ არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემ თაყვანს მამას. თქვენ არ იცით რას სცემ თაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით რასაც სცემ თაყვანს. ნედან ხსნა იუდეველებისგან არის. მაგრამ მოვა დრო და უკვე მოვიდა კიდეც როცა ჭეშმარიტი თაყვანის სცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულით და ჭეშმარიტებით. რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანის სცემლებს ეძებს. ღმერთი სულია და მისი თაყვანის სცემელნი მას სულით და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს. აღარ ქრისტეს პასუხი რა არის? ესე რომ ჩვენ უბრალოდ ენაზე რო ვთქვათ. მოვიდა ქალო უკვე დრო, როცა არც იმ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ არის საჭირო ღმერთის თაყვანის სცემა. არამედ როგორო? სულით და ჭეშმარიტებით, რადგან ღმერთი თავად სულია ნამდვილი თაყვანის სცემლები მისი უნდა სცემდნენ მას თაყვანს სულით და ჭეშმარიტებით. რას ნიშნავს სულით და ჭეშმარიტებით თაყვანის? ეს არის ამ თავის ცენტრალური ადგილი. რას ნიშნავს ღმერთის სულით და ჭეშმარიტებით თაყვანის სცემა? ეს საბოლოო ჯამს ძალიან მარტივი არის. მარტივი გასაგებია და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. სულით თაყვანის სცემა ნიშნავს რომ შინაგანი სამყაროთი, ხო? ადამიანი ხო სული და ხორცია ადამიანი, ხო? ღმერთს ხორცით ხო არ ვცემთ ჩვენ თაყვანს. ღმერთს ვინა ხარი მიუყვანეთ, ვინა 100 ხარი მიუყვანეთ. ეს არის ხორცით თაყვანის სცემა ღმერთის, ხო? ღმერთს ეს არ ჭირდება, aber ჭირდება ღმერთს სულით. შენი შინაგანი სულით უნდა სცემას თაყვანი. ოღონდ ეს სული უნდა იყოს
განახლებული სული. ხო? აი განწმენდილი სული, ხელახლაშობილი სული უნდა იყოს. აი შენ რო იწამე ქრისტეს, შენ ხელახლა დაიბადე, ხო? აი ეს არის სულით შობა, ხელახლაშობა და აი ასე უნდა შედაყვანო. და ჭეშმარიტებით ეს ნიშნავს. აბა შეიძლება გამარტავენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ნაკლულია ეს განმარტება, რომ აი მართალი ადამიანი, პატიოსანი ხალხი უნდა იყოს და ჭეშმარიტებით შედაყვანო. მაგრამ ჭეშმარიტების თაყვანისცემა რას ნიშნავს? ძალიან ადვილია ამის გაგება, აი დაიმახსოვრეთ ეს ძალიან თორე. აი მაგალითად ჯოგო თქვით რომ წყალი მადლის ნიშანია, ხო? ხმის მადლის ნიშანი. აი მე ხლა ანკარა ცივი წყალი გაჩვენოთ თქვენ. ეს არის არაჭეშმარიტი წყალი. მაგრამ როცა თქვენ მიიღებთ ღვთის ძალას, ის არის ჭეშმარიტი წყალი, ხომ ასე? აი მაგალითად ცხელი ახალი გამოცხარი პური რო გაჩვენოთ მე თქვენ და მოგცეთ და ხომ გემრიელია ის პური, ხო? ეს არის არაჭეშმარიტი პური. მაგრამ საზრდოს, რომელსაც თქვენ იღებთ სულიერ საზრდოს წმინდა წერილიდან, ის არის ჭეშმარიტი პური. გესმით? ძველ აღთქმაში ტაძარში იყო ოქროს ვენახი. და ეს ვენახი იყო სიმბოლო მესიის. ქრისტეს სიმბოლო იყო ეს ვენახი და როცა მიდიოდნენ ხოლმე ხალხი იქ შეშწირავდა ბეჭედს, ოქროს ბეჭედს და კიდე ერთი მარცვალი გაუკეთე, კიდე ეტყოდა ამ ვენახს და ჩამოასხავდნენ ერთ მარცვალს და კიდე ერთ მარცვალს მივოდენ და ამ ტაძარში იყო ეს ვენახი სულ ოქროს. ეს იყო ნამდვილი ვენახი? არა, ეს იყო არაჭეშმარიტი ვენახი. და ნამდვილი ვენახი ვინ იყო? თავად ქრისტე, როცა ამბობს მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი და თქვენ თუ ჩემზე დარჩებით როგორც ლერწები, თქვენ გამოიგებთ ნაყოფს, ხო? გესმით? ეს თქმა მინდა, არის სიმბოლური რაღაცა და არის ნამდვილი ჭეშმარიტი რაღაც, ხომ ასეა? ხვდებით? აი ამას ამბობს. ჭეშმარიტება ახლა ეს არის რომ ყველაფერი რაც ნაწინასწარმეტყველები იყო სიმბოლურად ძველ აღთქმაში, აღსრულდა ვისში? იესო ქრისტეში. გესმით? აი ამას ამბობს ქრისტე რომ ამ განახლებული სულით უნდა ჭეშმარიტება შეიცნოთ თქვენ და ქრისტე უნდა შეიცნოთ ამ ჭეშმარიტებაში. აი ძველ აღთქმაში იერუსალიმის დიდ ტაძარში იდგა 4 დიდი სვეტი, აი ეს თქმა უნდა, როგორ დავუკვირდით, 4 დიდი სვეტი და ამ სვეტზე იდგა დიდი კანდელი. 9 ლიტრი ზეთი ეთეოდაში, გესმით? 9 ლიტრი ზეთი. კანდელი კომბინებად რა პატარა. წარმოიდგინეთ 9 ლიტრი ზეითუნის ზეთი რო ასხია კანდელში და მისი მუდლის ძველი შესამოსელი იყო დაგრეხილი მუდლების შესამოსელი და ის იყო ფითილი ამის. და ღამე ანთებდნენ ხოლმე ამ 4 დიდ კანდელს და ანათებდა მთელ ტაძარს ეს და ქრისტე ტაძარში დგას და ამბობს მე ვარ ნათელი სოფლისა. ეს კანდელები კი არა. მე ვარ ნათელი სოფლისა, ის რაც მე წოდნა რა თქვენ მოგიტანეთ, ეს არის ნათელი სოფლისა. გესმით? ანუ ის კანდელები იყო სიმბოლური ნათელი, ქრისტე არის ჭეშმარიტი ნათელი. აი ამას ამბობს ქრისტე. სულით და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა ღმერთის რომ ყველაფერი რაც ნაწინასწარმეტყველები იყო სიმბოლურად მასზე ჩვენ ხედავთ ქრისტეში. ხო გასაგებია ეს თქო? ანუ 5%-ის ამბავი არის რა. როგორ? 5%-ის ამბავი არის რაც თქვი. ყველა მისვლა კი არა, ჭეშმარიტად მისვლა. ჭეშმარიტად, ხო, მაგრამ თან ის თქმა მინდა მე რომ ყველაფერი რაც ჩვენ ნაწინასწარმეტყველები აი ქრისტეზე, უყურეთ ეს არის მაგალითად, უყურეთ აქ იყოფა ძველი და ახალი აღთქმა, ხო? აი ეს არის ახალი აღთქმა, ეს არის ძველი აღთქმა, ბიბლიაში, ხო? აი აქ ამ ძველ აღთქმაში დაახლოებით 300-350 მინიშნება ნაწინასწარმეტყველება ვიზე? ქრისტეს. ამ ახალ აღთქმაში არის აღსრულება იმის. ანუ რაც გესმით და აი ის რაც ნაწინასწარმეტყველები იყო ჩვენ უნდა დავინახოთ ახალ აღთქმაში ქრისტეში. აი ამას ამბობს ქრისტე რომ აღარ არის საჭირო ტაძარი, ქვები, შენობები, ადგილი, ახლა სულით და აი ამ ჭეშმარიტების შემეცნებით უნდა ზედ ღმერთს თაყვანი. ხო გასაგებია? აი ეს არის უცნობილესი და უმნიშვნელოვანესი ადგილი ახალი აღთქმიდან. ამიტომაც იმე თუ გეუბნება თქვენ რომ სვეტი ცხოველშია ღმერთი, არ დაიჯეროთ. სვეტი ცხოველი უძვირფასესი ტაძარია ჩვენთვის, მაგრამ ღმერთი არც სვეტი ცხოველში არ არის. არც სამებაში, არც აია სოფიაში, უდიდეს ბერძნულ ტაძარში. აბა სად არის ღმერთი? ჩვენ შორის. და ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ, ჩვენ შორის არის ღმერთი. ამ ქრისტე ამბობს ამას, გესმით?
ცოტი ცხოველში შეიძლება იყოს მე თუ ჩვენ შევიკრიბებით მისი ჭეშმარიტი მორწმუნეები როცა ვიკრიბებით ცოტი ცხოველში ჩვენ შორის არის ღმერთი მაგრამ უღმერთო ხალხი რო შეიკრიბოს ცოტი ცხოველში იქ არის ღმერთი თუნდა აი ამას ამბობს თავად იესო ქრისტე ამბობს ამას მემხარებიც ის რომ ღმერთი არის და არსებობს უბრალოდ ნახეთ ლაპარაკი იმაზე ვისთან არის ნახეთ და ჭეშმარიტი შემდეგ კითხვა რა საინტერესოა და ქრისტე ამას რო ეუბნება უთხრამას ქალმა ვიცი რომ მოვა მესია რომელსაც ქვია ქრისტე და როცა მოვა ის გვეტყვის ყველაფერს და ქრისტე ქალი მიდის ახლა იმ პუნქტამდე რომ მე ვიცი რომ ქრისტე უნდა მოვიდეს საიდან იცის თორადან მოსეს ხუთ წიგნეულში ამიტომ ეს საინტერესოა მის ცოტა ძველ აღთქმაში რამდენი წიგნია 39 წიგნი 39 წიგნი ძველ აღთქმაში აქედან 5 წიგნი არის თორა მოსეს პირველი 5 წიგნი ამ სამარიელებს ხოდეს 5 წიგნი წამდა და 34 წიგნი უარყოფილი ქონდა მაგრამ უკვე პირველ 5 წიგნში უკვე ქრისტე ნაწილაკებია და ამან ქალმა იცის და მე ვიცი რომ ქრისტე უნდა მოვიდესო და ის როცა მოვაო ის გვეტყვის ყველაფერსო და ნახეთ ამ ქალის პასუხში რა არის და თქვა მიცი რომ მაშინ დაველოდები იმას დაველოდები ისაა ჩემი ხსნა აი ის რომ მოვა ის მეტყვის ყველაფერს როგორ ვიცხოვრო როგორ მოიქცე ხო გაჭირვებაშია ხარი და ნახეთ რა შეუნება ქრისტე მიუგო იესო მე ვარ შენთან მოლაპარაკე მოვედი უკვე მე ვარ შენთან ვინ შენ გელაპარაკე ამასობაში მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ რომ ქალს ელაპარაკებოდა მაგრამ არც ერთს არ უთქვამს რას ეძებ ან და რას ელაპარაკებიო მას რომ უცნაურია ხო ეს იუდეველი რაბინი შესაძლოა რაბინები ქალსაც ქუჩაში შემთხვევით ქალსაც არ ელაპარაკა არ შეიძლებოდა მათთვის ეს ხო სინაგოგაში ან სიტაღილას ხო და ეს ელაპარაკება სამარიელ ქალს არა იუდეველ არა ებრაელ ქალს და ვერავინ ვერ გაბედა რომ ეგ თაფისეს რომ რატო ელაპარაკები ამ ქალს მიხვდნენ რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა ამ საუბრის დროს ქალმა კი მიატოვა თავისი სარწყული ანუ დოქი მიატოვა გაიქცა ქალაქში და უთხრა ხალხს მოდით და იხილეთ კაცი რომელმაც მითხრა ყველაფერი რაც მიქნია ქრისტე ხომ არ არის იგიო ნახე ის წყალი აღარ უნდა ამ ქალს დატოვა ეს დოქი ამ ხელა ამდენი კილომეტრი გამოიარა წყალი აეო წყალი აღარ ახსოვს დატოვა ის დოქი ავსებული იქ გარბის სოფელში რომ უთხრას ხალხს რომ მოდით ნახეთ ეს ხო არ არის ქრისტე ყველაფერი მითხრა რაც მიქნია ჩემს ცხოვრებაში და მგონი ეს არის ქრისტეო გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან ხოლო ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას რაბი ჭამე ან საჭმელი მოიტანეს რაღაცა და სთხოვეს ქრისტეს რომ ჭამე საჭმელი და დილა ისაუზმე იესო კი მიუგო მათ მე მაქვს საჭმელი რომელიც თქვენ არ იცით მოწაფეები ერთმანეთს ეუბნებოდნენ თუ ვინმე მისცა მას საჭმელი უთხრა მათ იესომ ჩემი საჭმელი ის არის რომ ჩემი მოავლებელის ნება ხო და აღვასრულო მისი საქმე მე არ მჭირდება ჩემი თავარი საკვები ის არის რომ აი როცა ხალხს გადავარჩე როცა შველი ადამიანი ეს არის ჩემი საზდო თქვენ არ იცით ეს რა არის განა თქვენ არ ამბობთ რომ 4 თვეცდო და მოვაო მკა აბა მე გეუბნები თქვენ გადახედეთ ყანებს რომ გადათეთრებული არიან მოსამკმოს კისთვის ხო ყანა როცა მწიფეა ღია ფერის არის ხო მაგრამ აქ არის ძალიან საინტერესო სიმბოლიკა რომელიც მიხვდნენ განმარტებლებმა თურმე რაშია საქმე სამარიელები თქვენ ფოტო შეიძლება ინტერნეტში ნახოთ სამარიელები რა აცვია და თეთრი სამოსი აცვია სამარიელებს სულ თეთრი ტანსაცმელი და როგორც მუსლიმებსაც ხო თეთრები აცვიათ ხოლმე და ასეთი აცვიათ სამარიელებსაც და როგორ ჩანს ქრისტემ დაინახა რომ ეს სოფლის ხალხი მოდის მისკენ ამ თეთრი ტანსაცმელი და გადათეთრებულია რომ თქვამს რომ აი გადათეთრებული არის ყანები მოსამკალად რომ ეს ხალხი მოდის რომ ისინიც შველას ითხოვენ მისგან და ეს არიან ის ხალხი და ამბობს ქრისტე რომ თქვენ არ დაგითესავთ აქ სხვამ დათესა მაგრამ თქვენ უნდა მიიღოთ ახლა მოსავალი ვინ დათესა სამარიელებში წმენა ვინ დათესა სამარიელებში მოსე თქვენ არ დაგითესავთ მაგრამ ახლა თქვენ ახართ მომკალი
რომლებაც უნდა მიიღოთ მოსავალი, ამ რწმენის მოსავალი, რომ სამარიელებიც უნდა იწამონ იესო ქრისტე მოსული ამ ქვეყანაში. ვინაიდან ამით მართლდება სიტყვა ერთის თესავს და მეორე მოიმკის. იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვით, რომელიც მოწმობდა ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო და როცა მივიდნენ მასთან სამარიელნი, შეევედრნენ, მათთან დარჩენილიყო და დარჩა იქ 2 დღეს. სამარიელები მოვიდნენ, თვითონაც მოусმინეს უფალს, ალბათ როგორც ჩანს, აღარ არის აღწერილი და 2 თხოვეს, რომ კიდე დარჩი ჩვენთან, რომ განგვიმარტე რჯული ის მოსეს წიგნები გითხარი რას ნიშნავს და 2 დღე დარჩა მათთან. და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვის გამო. ანუ უქადაგა უფალმა, ასწავლა და კიდევ უფრო მეტმა ირწმუნა ამ სიტყვების გამო. ხოლო ქალს ეუბნებოდნენ, შენი სიტყვების გამო როდი გწამს, არამედ ჩვენ თვითონ მოусმინეთ და ვიცით, რომ ეს არის ჭეშმარიტად მაცხოვარი ქვეყნისა ქრისტე. ნახეთ რა საინტერესო რამის ეუბნება. შენი მონაყოლი სულ აღარ გვაინტერესებს ჩვენ. ჩვენ თვითონ მოусმინეთ და დავწმუნდით, რომ ეს არის ნამდვილად სოფლის მაცხოვარი ქრისტე. რას მეუბნება მე ის ახლა უბრალოდ 21 საუკუნის ადამიანს. სხვისი მონაყოლი კი არ უნდა იწამო. აბა როგორ უნდა იწამო? შენ თვითონ მოусმინე. გესმით, ნახეთ, ამ ერთიანობაში ჩადებულია უდიდესი სიბრძნე ღვთაებრივი. შენ თუ გინდა, რომ ღმერთმა გამოგიცხადოს თავისი თავი, შენ თავად წაიკითხე და დაგელაპარაკე. სხვისი მონაყოლი ჩვენ ვერ იწამო. ეუბნებოდნენ ამ ქალს ეს სამარიელები, რომ შენი მონაყოლი არ გჭირდება ჩვენ. ჩვენ თვითონ მოусმინეთ და ვიცით, რომ ის არის იესო ქრისტე. რატომ არის ეს ასე უყურეთ? აი მე ავიღე მაგალითად და სახარებო და ვკითხულობ, ხო? იქ რასაც მე მიხსნის უფალი. ამ დროს მოდის სულიწმინდა ღმერთი, სულიწმინდა ხო ღმერთია, მესამე პირისპირა. და აი, როცა ვკითხულობ ამ ტექსტს, მე რასაც ხედავ, შენ იმას ვერ დაინახავ. თქვენ რასაც ხედავთ, შეიძლება მე ვერ დავინახო. იმიტომ ყველა ადამიანი ხო ინდივიდუალურია, სხვადასხვანაირია, ხო ყველა ადამიანი. სხვა სიმწიფეა, ხო? სხვა სიბრძნეა, სხვა ინტელექტია, სხვადასხვანაირი, ხო და იმას, რასაც ღმერთი იმ დროს აჩვენებს, მე შეიძლება იმ დროს ეს ვერ დავინახო. ხანდახან აი ჩემი საკუთარი ძმა, ისეთი რაღაცა უთქვა, ან ჩემი შვილი საკუთარი 18 წლის არის. ისეთი რამე უთქვია ხოლმე სახარებიდან, რომ არასოდეს მე გაზრე არ მოსვლია. და მე ხვდები, რომ მან ის რო წაიკითხა, იმ დროს სულიწმინდა მას ის გაუხსნა. გესმით? ამიტომ მოდი და შენ თვითონ წაიკითხე და ღმერთი შენ დაგელაპარაკება პირადად. გესმით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის წოდება. ჩვენ ხანდახან აი ამბობენ ხოლმე, რომ აი მე ვთავ ვიდეოებს მეუნება ამბობენ და მუსმენ მამების ქადაგებებს. კარგია, განაცუდია. მაგრამ ის მამების ქადაგება არ არის ის, რაც ღმერთი საიდან ჩვენ გელაპარაკება. ღმერთი აქედან გელაპარაკება. ინსპირირებული რას ნიშნავს? აი სულიწმინდით გამბრძნობილი ხია, ინსპირირებული. არის მხოლოდ ბიბლია. არც ერთი მამის, თუნდაც წმინდა მამის ქადაგება არ არის ინსპირირებული, სულიწმინდით გამბრძნობილი. იქ არის საკმაოდ მნიშვნელოვანია სიბრძნე. აი აბსოლუტური ჭეშმარიტება არის მხოლოდ წმინდა წერი. გესმით? ამიტომ აქედან უნდა დაიწყო და შემდეგ მამების განმარტებასაც შეგვიძლია მოусმინო და იქაც ძალიან ბევრს გაიგებო. ამის შემდეგ 2 დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და გალილეას გაემართა. ნუ სამარიაში დარჩა უფალი 2 დღე და ისევ გააგრძელა ჩრდილოეთისკენ გალილეისკენ სვლა. რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს პატივი არ აქვს თავის მამულში. და როცა გალილეას მივიდა, გალილეელებმა მიიღეს იგი, რადგანაც ყველაფერი ეხილა, რაც დღესასწაულზე მოქმედა იერუსალიმში, ვინაიდან თუნდაც ესწრებოდნენ დღესასწაულს. იესო ჩასული იყო პასექზე იერუსალიმში, იქ ჩასულები იყვნენ გალილეელებიც და ნახეს რა მოხდა ტაძარში. სასწაულები რო აღასრულა უფალმა და ამიტომ როცა გალილეაში დაბრუნდა უფალიო, მიიღეს იგი, მაგრამ უფალმა იცოდაო, რომ თავის მამულში პატივს არ სცემენ წინასწარმეტყველს, იმიტომ რომ ბავშვობიდან იცნობენ მას, ხო? ქრისტეს ხო ბავშვობიდან იცნობდნენ ნაზარეთში, გალილეაში, ვიცი შვილი იყო, სად გაიზარდა, ამიტომაც ვერ იცნეს, იმიტომ რომ იმდენად მათთვის ეს ადამიანური მხარე მისი ნაცნობი იყო, ამიტომ წინასწარმეტყველი პატივს ვერ იღებს თავის მამულშიო.
და კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც ღვინოდ აქცია წყალი და იქ იყო ერთი კარისკაცი, ვისაც ძევა გახდომოდა კაპერნაუმში. კანა იყო სოფელი გალილეაში და იქ მივიდა უფალი. მან მოახსენა კანაში პირველი სასწაული მოახდინა, როცა ქორწილში წყალი ღვინოდ შეცვალა და იქ იყო ერთი კაპერნაუმიდან ჩამოსული კარისკაცი. გალილეას ყავდა თავისი მეფე, ჰეროდე იყო გალილეის მეფე. და როგორც ჩანს, ამ ჰეროდეს კარისკაცი იყო ეს კაპერნაუმიდან ჩამოსული, მე ამ დღე ასე ვთქვათ, მოხელე სამეფო და კვლავ მივიდა მასთან და ევედრებოდა, რათა ჩასულიყო კაპერნაუმში და განეკურნა იგი, რომელიც სიკვდილის პირას იყო. უთხრა მას იესომ, თუ კი არ იხილავთ სასწაულებს და ნიშნებს არ ირწმუნებთ. კარისკაცმა მიუღო მას უფალო, მოდი სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე. უთხრა მას იესომ, წადი, შენი ძე ცოცხალია და ერწმუნა კაცის სიტყვას, რომელიც უთხრა იესომ და წავიდა. და როცა შინ ბრუნდებოდა, მსახურები შეეგებნენ მას გზაზე და უთხრეს, შენი ძე ცოცხალიაო. მომაკვდავი იყო, აგონიაში ყოფდებოდა, უფალმა რო უთხრა, წადი, შენი ძე ცოცხალი დაგვხდება სახლში. კარებთან სახლში მისულს გზაზე შეეგებნენ და უთხრეს, რომ ცოცხალი არ მოკვდაო. გამოკითხა მათგან, რომელ საათზე მოიკეთაო და უთხრეს მას, გუშინ 7 საათზე გაუარეო ცხელება, 7 საათზე. და მიხვდა მამა, რომ ეს იყო სწორედ ის საათი, როცა იესომ უთხრა, შენი ძე ცოცხალიაო. აი 7 საათზე უთხრა ზუსტად მამამ, რომ წადი, შენი ძე ცოცხალიაო. ეს მეორე სასწაული ქნა იესომ, როცა იუდეიდან დაბრუნდა გალილეაში. და ასე მთავრდება ეს მეოთხე თავი, რომელიც სამარიო ქალს აღწევს. ნახეთ, რა არის საინტერესო ამ მონაკვეთში, ამ კარისკაცის ამბავში, რომ შეამოწმა. რო დაბრუნდა სახლში, ეს სასწაული აღსრულებული დახვდა, შეამოწმა. ცუდია თუ კარგია, ეს როგორ გონია? კარგად მოიქცა, თუდად მოიქცა. ბატონო? ხო, ადამიანურია, კარგია, განაცუდია. რომ დარწმუნებულიყო ამ თავის ხო, შეამოწმა, გამოიკვლინა და მიხვდა, რომ ნამდვილად იმ საათზე უთხრა უფალო. მე შეიმოწმებია ხოლმე ეს ჩემ ცხოვრებაში მაგალითად. აი მაგალითად რაღაც მთხოვია ღმერთისთვის, ახაც განსასწრის დროს, მერე წავსულარო ხო უკან და დამითვლია, როდის ვილოცე, როდის შვება, როდის ვიგრძენი, როდის შეიცვალა ყველაფერი და მიხვდა, რომ ნამდვილად ღმერთი დამეხმარა. ნამდვილად, ესმით? აი ეს კარგია, განაცუდად მოიქცა ეს კაცი. ჩვენ ცხოვრებაში ამას ხედავ და ეს ამტკიცებს, განამტკიცებს ჩვენ რწმენას. აი ერთ ჩვენ სახლობელს მაგალითად